თუ არსებობს გაგება, რომ სახელმწიფო არის ღმერთისგან, მაშინ ღმერთის სიტყვა არის უზენაესი კანონიც. ნახეთ, თუ კი ძალაუფლება პოლიტიკური არის ღმერთისგან მოვლენილი ამბობ, მაშინ ბიბლია პირობითად ქრისტიანულ კულტურაში და არა მარტო სხვა კულტურებშიც არის მთავარი წესი და ყველა წესი და კანონი უნდა მოდიოდეს აქედან. ამიტომაც არის რომ ჩვენ როცა ვამბობთ დღეს კონსტიტუცია უზენაესი კანონი, ან როცა ვამბობთ რომ ხალხია უზენაესი ამას, ეს სწორედ აზროვნების განმანათლებლობის ეპოქა მოიტანა, როდესაც გადაიაზრა საზოგადოებამ რომ ამ მიწიერი აქაური ძალაუფლების წყარო ხალხი უნდა იყოს და არა ღმერთი, მათ შორის აქ ბიბლიური ტექსტებიც იქნა გამოყენებული ამის არგუმენტად ძველი აღთქმისეული და ძალაუფლება თუ ხალხს ეკუთვნის, მაშინ უზენაესი კანონი, ანუ საზოგადოების შეთანხმება როგორც კონსტიტუცია, ამაზე თუ გინდა მე ცოტა მეტად გავშალოთ, უნდა იყოს უზენაესი კანონი და ყველა სხვა მას უნდა შეესაბამებოდეს. ანუ კანონის უზენაესობის იდეა ნასესხები არის ბიბლიის უზენაესობის იდეიდან, ესე რომ ვთქვათ. კონსტიტუციის უზენაესობის იდეა.